ბათუმის ახალგაზრდულ გაცვლის პროექტ Youth Can მასპინძლობს უკვე მეხუთე დღეა საქართველოში უცხოური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. სლოვენია, ლიტვა, უკრაინა, რუსეთი, ხორვატია და საქართველო. წელს პროექტში 6 ქვეყნის 36 მონაწილე ჩაერთო. ისინი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. პროექტის მონაწილეებმა პრეზენტაციები წარადგინეს. მხარეებს შორის დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც. 10 დღის განმავლობაში გაიმართება ვორქშოპები, სემინარები და თემატური შეხვედრები. თავი მიზანი ეს 36 ადამიანი, რომელიც ჩამოვიყვანეთ 6 სხვადასხვა ქვეყნიდან, არის ის, რომ ამ ადამიანებისთვის რომ შეუქმნათ მათ გარემო, სადაც არაფორმალურ და ძალიან ისეთ პირობებში მოხდება მას კულტურული გაცვლა, მათი გამოცდილების გაზიარება და თემა თვითონ ამ პროექტის არის უმუშევრობა და ძირითადი საკითხი, რაც ისინი მსჯელობენ და რაც უზიარებენ თავის ქვეყნის გამოცდილებებს, არის ეს უმუშევრობა და რა უნარები შეიძლება განივითაროს ადამიანმა იმისათვის, რომ მათი დასაქმებულობა, მის დასაქმების შანსები უფრო გაიზარდოს. ჩვენ უმუშევრობის თემაზე ვსაუბრობთ და იმ ადამიანებზე, რომლებსაც სჭირდებათ სამსახური. შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და დავეხმარებით სამსახურის მაძიებლებს გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის დასაქმების ბაზარი. პროექტის ფარგლებში ჩვენ გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს, ვამყარებთ კომუნიკაციას და ვეცნობით უცხო ქვეყნების კულტურას. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, ჩვენ მოვისმენთ 5 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების და სტუდენტური ორგანიზაციების მიერ წამოდგენილი მოკლე პრეზენტაციები და საკმაოდ საინტერესო, ასევე ჩვენ გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შეიძლება რომ მსგავსი პრიორიტეტები გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სამომავლოდ.